ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა კეი ჯულიანთან შეხვედრაზე ქვეყნის ახალი პარტნიორობის სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე უნდა დამტკიცდეს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მუშაობას უფრო აქტიურად გააგრძელებს, იგეგმება ეკონომიკის სექტორის კვლევა და არსებული урბანული და ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება. საქართველოს ახალი მთავრობა კერძო სექტორთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. ADB was playing with one ministry. მათ აქ დაგეგმილი რომ ჩაატარონ სექტორალური კვლევა, ძალიან დეტალური ჩვენი ეკონომიკის და 5 წლიანი გეგმა შეიმუშაონ, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე დამტკიცდება. აი ამ კვლევის პერიოდში ძალიან კარგი იქნება რომ მთავრობა და ბანკის წარმომადგენლები ერთად იმუშავებენ და ერთად ჩამოყალიბდებიან იმ პრიორიტეტებზე, რაც იქნება ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური. საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2007 წლიდან ჩვენ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში ვართ ჩართულნი. დღეს ეკონომიკის სამინისტროში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა. ვისაუბრეთ 2013-2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაზე. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება.